მთელი საქართველო გომის მთაზე ამოვიდა. Hai, ჩამოვედით ქობულეთში, გავშალეთ კარავი. ეხლა უნდა დავიძინოთ და ხვალ კი არა და დღეს ორ საათში მივფრინავთ რიზეში და პეპელაზის აქ. ისე ქარი არ არის და აღარ გვინდა ჩარჭოდი. პირდაპირ შევეგდოთ და დავიძინოთ. ეს არის კემპინგის ადგილი, სადაც ყველა კარავს შლის. საბანაოდ საშუალებრივია საყურეშიც შუაგროდ არის ყველაფერი არის მოკლედ. ერთი საკვები ადგილი არ არის და გიწევს რომ გახურდე და ჭამო ან მოიტანო და შემდეგ შენით მომგზადო. ეხლა არის დილის 7:30 და უბედნიერესი ვარ, იმიტომ რომ ეხლა ცოტა დავუძინებთ, მე შევჭამთ და მე მივიდივართ რიზეში. რიზედან ვაპირებ წასვლას უზუნგულში და უზუნგულიდან უნდა წავიდეთ მე ტრაპიზონში. და ყველაფერს გავუჩვენებთ საერთოდ. ეს არის ჩემი პირველი YouTube ვიდეო და მაინტერესებს ერთი რა გამომივა. საზღვარზე გადასვლა ეგეთი ადვილიც არ ყოფილა, გიორგის არ უშვებდნენ, მე ძლივს გავედი ამ ხალარიგში და ნუ საბოლოოდ როგორც იქნა გავახცე. თურქეთის საზღვარზე გადმოვედით, რაღაცა ქალაქში შემოვედით. აზრზე არ ვართ, სად ვართ, როგორ ვართ, მაგრამ ძალიან ლამაზია. ეხლა დავლებთ ყავას და წავალთ ან რიზეში, ან უზუნგულში, ან ტრაპიზონში. არაფერი არ მაგ დაჯავშნილი ჯერჯერობით და ვნახოთ რა იქნება. წავედით. ეს არის ჩვენი პირველი გაჩერება, დაახლოებით 1 საათი მივდიოდით და შევჩერდით რომ წყალი და რაღაცა უცნაური გვეყიდა და ძალიან მოგვეწონა ეს ადგილი. კაფეში უნდა შევსვიყავით სადმე რა და თვითონ ესე ხო სხედან რა, ნარც თამაშობენ, ყავას სვავენ, ზოგი ჩაი სვამს. ხო და ჩვენს ანალოგიურად ესე პატარა მაგიდასთან მოგვიყვანეს და დაგვს ეს კაფეში და რესტორანში და იმაში არა რა და მომწონს ეს უბანი ყველა ერთმანეთს იცნობს, ხელსართმევს, ესალმება რაღაც თბილი გარემო არის რა და მომწონს. აქ უკვე როგორც იქნა მივუახლოვდით უზუნგულს და ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ არ ვიცოდით რა ხელასაცობში უნდა გავჭადილიყავით. თაშინლად დაღლილებმა გავაჩერეთ მანქანა ერთ-ერთ კაფესთან, სადაც თურქული ჩაი დავლეთ და სხვათა შორის მართლა ძალიან გემრიელი იყო. მოკლედ ვიქირავეთ სასტუმრომ, დავურთავ აქ სახელს, ძალიან ლამაზია, საოცარი ხედები აქვს. ოღონდ ჩვენ შემოვიდით 3 საათზე და ერთი დღით ვიქირავე, ამის შემდეგ მივდივართ ტრაპიზონში. ხოლო ისევ აქ გავჩერდებით, მანქანით ვიბოდიალებთ და შემდეგ წავალთ ტრაპიზონში, ყველაფერს განახებთ და ხედი უნდა განახოთ უბრალოდ რა სილამაზეა. გარეთ გავიდეთ და დაგათვალიერებინებთ, გარეთ რა ხდება. ესეც ჩვენი უზუნგულის ტბა. დატკბით. ეხლა სად მივდივართ, არ ვიცი, მაგრამ კოსტუბასავით კრუგი უნდა დავარტყა. She moves like a map with no borders. A whisper caught in the მოკლედ ეხლა დავიარეთ ყველაფერი ჩემს უკან რაც ხდება, მათ ვიყავით. ყველაფერი ღირდა, საოცრად ძვირი. ანუ თურქეთში ვარ თუ მართლა იტალიაში უკვე აღარ ვიცი. ძალიან ბევრი ლამაზი ვიდეოს გადაღება ვეღარ შევძელი, იმიტომ რომ ცოტა გზაბნეულები დავდიოდით, მაგრამ ამის შემდეგ უკვე ვიცით სად როგორ წავიდე. ეხლა ვართ ჩაქვში. ძალიან ლამაზ სასტუმროში ვართ, საოცარი ხედებით, უკან ტყე, წინ ზღვა. იმედი არ იწვევს, იმიტომ რომ გადასაღები მაქვს რაღაცეები.
ხვალაკედან გავდივართ გომის მთაზე და ძალიან კარგი იქნება. მოკლედ, საჭმელი ძალიან გემრიელია, ფასი ძალიან კარგი აქვს სხვა სასტუმროებთან შედარებით და რა ვიცი, გემო და სახლურია, ყველაფერი თითქოს ოჯახში ხარ, ეგეთი შეგრძნება გაქვს. ამის შემდეგ ჩვენ მივდივართ გომის მთაზე და თუ ფული და ნერვები გვეყოფა სვანეთში. ეხლა მივდივართ ციცინათელაში. ესე შინაბედი სახშოს ვამინდა. წაერით. აი ეს საკუთრება. სახშტო ვაგარებ ფიქსოკი. გომის მთისკენ მიმოვალ გზაზე ემოციებისგან დავიცალე ბოლომდე, თვალებიდან ცრემლი არ შემიშრა. არ ვიცი, ცუდად გავხდი უბრალოდ ისეთი სილამაზე იყო, მეორე და აუცილებლად უნდა წავიდე, თან ჩვენი იღბლიანები აღმოჩნდით და მართლა ისეთი ამინდი დაგვემთხვა, რომ ყველაფერი რაც სანახავია, ყველაფერი ვნახეთ, ბურუსიც ვნახეთ, ღრუბლებიც ვნახეთ, აი ყველაფერი ვნახეთ, ულამაზესი იყო. ღმერთო ჩემო, ანუ მართლა წერილეს თავი აღარ მაქვს. ესეთი სილამაზე არ ვიცი. ჩაისუნთქე? და დაგაცადე? ესეც ჩვენი მრავალფუნქციური კარავი, რომელიც ჰოპ და იშლება. გზა იყო რაღაც არანორმალურად საოცარი. თვალებს არ ვუჭერებდი უბრალოდ, რომ მართლა მივიყავი იქ და ეს არ იყო ილუზია, რავი. მე გავშლით და ულამაზეს ხედზე დავიძინებთ. წვიმერობა შემოგვივიდეს კარავში, მაგისთვის არის და ეს თავზეც უნდა გადავაფაროთ და ეს მთლიანი უნდა გავჭრათ, ხო? კარავი გავშალეთ. ეხლა უნდა ჩავსვათ, დავჭიმოთ, რომ ქარმა არ წაიღოს და არ გვაქანაოს. და ეგ არის. ანცხელა ველოდებოდით, რომ სიგრილე იქნებოდა და ისე იწვის ყველაფერი, არ ვიცი, ნუ ღამე ვიცი, რომ ძალიან ციცივე იქნება, მაგრამ საოცრად იწვის ახლა ყველაფერი ისე ცხელა, წარმოუდგენლად. ისე ჩვენ კარავი. ხალხო, მოდი გადარეკეთ. უთხარით მანქანები გაქრნენ, წასვლა მინდა. კლედ ეხლა ვმშობთ მე და გიორგი, სხვაგან ხوار იშლება ეს კარვები. მაგრამ აქ გვითხრე საქშლიანო და რა ვიცი, ერთი კარავი დგას ჩვენ გარდა და რა ვერაფერი ვერ გავიგე და მართლა ძალიან ქაოსი. გული მეტკინა, ძალიან მეტკინა, იმიტომ რომ სხვა რამეს ველოდებოდი და სხვა რამე დამხვდა. ძალიან აწყენი ვარ. რატომ ღაც ეჭვი მოქვს, რომ დღეს ღამე აქედან წავალთ. გონი მთელი საქართველო გომის მთაზე ამოვიდა. ეხლა წასვლა რომ მინდა, მაინც ვერ წავალ, იმიტომ რომ მანქანები დგან 9 საათი. ან ცხელა, ანუ საშინლად ცხელა, და მანქანაში ვგრილდებით. რას ვაკეთება, რა სწორად. რომ მივხვდით, რომ აზრი არ ქონდა, არავინ სახლში არ წავიდოდა და არაფერი შეიცვლებოდა, გადავწყვეტეთ, რომ რისთვისაც წავედით, ის გაგვაგრძელებინა და უბრალოდ ამ სილამაზით დავტყუარეთ. საოცრად გვალს მოვედით. ასლაც ვნახეთ და ძალიან ლამაზია. განახოთ. მოკლედ, ეხლა დავლიეთ ჩაი და უნდა შევიდეთ კარავში. მართლა ძალიან ცივა, შიგნიდან მოცვია 3 მაიკა და კიდე დიდი ჰუდი, უზარმაზარი ჰუდი. ღამის გომის მთა. ნალია არაფერი ჩანს და წყლით, მე დიდ ედრავდგებ. მოკლედ, ეხლა გავდექით, გავუღვიძეთ შიადან და არაფერი მუშაობს რომ ჭამო. ჩაიავლიეთ. ეხლა ჩვენს კარავს ავშლით და უკვე დავაწვევით მარტვილის კანიონისკენ, იმიტომ რომ კი ვფიქრობდი აქ დავრჩეთ კიდევ ერთი დღე თქო. მაგრამ ღრუბლები აღარ არის.
ცარეელია და არც გვიჩვენებს, რომ საერთოდ დაპირებს ღრუბლები ჩამოწყალას. აი ესე რომ წავედით მარტვილის კანიონში. დილით ღრუბლები აღარ იყო. ამავდროულად აღმოაჩინეთ, რომ კარვის გაშლა სხვა ადგილასაც შეგვეძლო და ეგ ძალიან მეწყირა, იმიტომ რომ გამაგვიწა ზუსტად აი ამ ხედს დავინახავდი. ულამაზესია მართლა. წაღანკიო ძროხებსაც მოეფერა. ბავშვები ალაგებენ აქაურობას, არ ვიცი რატო აბიძურებთ ხალხო, ან მართლა. პარკები წამოიღეთ, ჩაყარეთ, ნაგავი წაიღეთ და სანამ გაგვისურნა შეგხვდებათ გზაში და გადაყრით. უცხოელებიც ბევრი აბინძურებენ, უმეტესად ინდოელები. მოკლედ ახლა ჩამოვედით ქუთაისში, ვართ კოტეჯში. დღეს უნდა დავისვენოთ, შევჭამოთ მოწესრიგე და დავიბანოთ რავი, ყველაფერი და აი გიჟივით გამოვიყურები მეტყობა. ხა გავიღვიძე, მეზი კოტეჯია, სხვათა შორის ძალიან კარგ ფასში ვიქირავეთ. ერთი ღამე აქ გავჩერდით. ხვალ კიდე დღეს 1 საათში მივდივართ მარტვილის კანიონისკენ სათაფლიაში და მერე თბილისში დავბრუნდებით. აქვე და გავიწყოთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, ძალიან გამახარებთ და სამომავლოდ გვერდებით უმაგრეს ვიდეოებს შემოგთავაზებთ. თავარი ახლა мотиваცია მქონდეს, თავარი ეს ვიდეოც გამომივიდეს, ჯერ არ ვიცი რა გამოვა. და ვნახოთ მოკლედ რა იქნება. გამოიწერეთ მოკლედ ჩემი არხი. ახლა მოვედით სათაფლიაში. სამწუხაროდ ამ კადრების შემდეგ დამშვიდობება მომწევს, რადგან უეცრად მოგვიწია თბილისში დაბრუნება და დასასრული ვეღარ ჩავწერე, მაგრამ ძალიან მიხარია ვინც ბოლომდე უყურეთ. ძალიან დიდ მადლობას გიძღვნით აქედან. თუ ამ ვიდეოს გამოხმაურება ექნება, რა თქმა უნდა მეორე ვიდეოს გვერდებით.